ვიკიპედია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსკენ მიემგზავრება. სოფელის ქური წალენჯიხიდან 12 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სქური საქართველოს უძველეს საკურორტო ზონას წარმოადგენდა, სადაც ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი და ზომიერი ტემპერატურაა, მთისა და ზღვის ჰავა კი ერთმანეთს ერწყმის. ამასთანავე სქური მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით. თავად სახელწოდებას ქური წყლიან ხეობას ნიშნავს. დღეს სოფელში სულ 17 ოჯახი ცხოვრობს და მათ ძირითად საქმიანობას მესაქონლეობა წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას, რასაც სოფელში ნახავთ, ეს არის სქურის ფერისცვალების ეკლესია. ჩვენ მოვედით სოფელის სქურის ფერისცვალების სახელობის ეკლესიასთან, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს ახლა. ეს ეკლესია დაახლოებით მე-12 საუკუნეშია აგებული. ეკლესიისგან მხოლოდ მონუმენტური ნანგრევები იყო შემორჩენილი. წელს ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ეკლესიის ტერიტორია მთლიანად გასუფთავდა ქვებისგან და მავნე მცენარეებისგან. რესტავრაციის დაწყება ნამდვილად დროული იყო, რადგან კიდევ სულ ცოტა ხანი და ძეგლი სრულად განადგურდებოდა. შესაბამისი მასალის გამოყენებით ძეგლის დასავლეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთ ფასადი უკვე აღდგენილია და ნელ-ნელა სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. დავიწყოთ იქიდან, რომ არის მე-12-მე-13 საუკუნეების ძეგლი. წელს დავიწყეთ ჩვენ პირველადი მოსამზადებელი სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყო ქარხანა, შესაბამისი ქვის დამამუშავებელი, გასუფთავდა ის ტერიტორიები, ის ადგილები, რაც ყველაზე კრიტიკული იყო და გამაგრდა ესეთი საპირე წყობის ქვები და ვემზადებით ახლა მომავალი წლის სრულმასშტაბიანი და ფართომასშტაბიანი რესტავრაციისთვის. რესტავრაცია ზოგადად თავისი პრინციპებიდან გამომდინარე გულისხმობს, რომ ყველა ის სიძველე, რაც კი ამ ეკლესიასთან არის დაკავშირებული, თავის ადგილს დაიკავებს და დაუბრუნდება თავის ძველ ადგილს. არის გარემოებები, როდესაც უბრალოდ აღარ იკვეთება, ვერ მოიძიება, თუ რა ქვა შეიძლებოდა ყოფილიყო ან ჩამოვარდნილი, ან დაზიანებული და ფიზიკურად ვერ მოიძიება, მაშინ კეთდება ახალი ქვები. რეაბილიტაციაც მე ვფიქრობ, ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაში და ჩვენს სფეროში. ძეგლის რთული მდგომარეობის გამო, რომელსაც ჩამოქცეული კამარები ამძიმებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრატორების დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რესტავრაციის სირთულე ის გახლავთ არის ძალიან დიდი ზომის ქვები ნახმარე და იგივეს გამეორება არის აუცილებელი. აქედან გამომდინარე ქვის მოპოვებას რთულია და შემდეგ ამისი დამუშავება. ეს გახლავთ გრანიტის ჯიშის, მაგარი ჯიშის ქვა. იმდენად შენარჩუნებული არის ის დეტალები და გვაძლევს საშუალებას ტაძრის ტაძარი გვაძლევს დღეს შენარჩუნებული ტაძარი რომ ეს აღდგეს. ეს არ ექვემდებარება კონსერვაციას. ვინაიდან არსებობს ყველა დეტალი რომ ეს აღდგეს. არსებობს სარკმლები, არსებობს კარნიზი, არსებობს თვით კამარის დეტალები, ასე რომ აგერ უყურებთ აღმოსავლეთი ფასადი მთლიანად შენარჩუნებული, ასე რომ ეს ცოდვა არის რომ არ აღდგეს ეს ტაძარი. გადაგვყავს კამარა. კამარა გადავა შირიმის ქვით, შირიმის ქვა არის ნახმარი. ეს შირიმის ქვა ლეჩხუმიდან ჩამოვა, აქ ჩვენ არა გვაქვს ესა და იმ ქვას ვიხმართ. ასე რომ სირთულეები რა თქმა უნდა გვახლავს, თან იქნება, მაგრამ ისეთი არა რომ ჩვენ ეს ვერ გავაკეთოთ. სქურის არქიტექტურული ძეგლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზული ტიპის ეკლესიაა სამეგრელოში. გარკვეული რაოდენობის ძველი ქვები დღემდე არის შემორჩენილი და ისინი არის დანომრილი. იმისთვის ხდება ეს, რომ დაუბრუნდეს ეს ქვები თავიანთ პირვანდელ ადგილს. რესტავრაციის დროს ყველა ესეთი დანომრილი ძველი ქვა დაუბრუნდება იმ ადგილს, რომელი ადგილიც მას ეკავა საუკუნეების წინ. ზოგი უკვე განთავსებული არის და დაბრუნებულია თავიანთ ადგილას. ძველ ქვებთან ერთად ერთ-ერთ შესასვლელზე შემორჩენილია მოხატულობის ნაწილიც. ტაძარი ბაზილიკური ტიპის არის. როგორც გავარკვიეთ, საქართველოში ყველაზე მაღალი ბაზილიკური ტიპის ეკლესია არის ეს 16 მეტრი იყო სიმაღლეში და აქვს კიდევ 12 სარკმელი, რომლებიც ასევე ზომაში შედარებით დიდი სარკმელები არის ეს. აქეთ არის დარჩენილი ერთი ცალი მთლიანად ჩანს, ანუ რამხელა სარკმელი იყო. ყველა ეს დანარჩენი 12-ი.
სარკმლების ვიზუალურად ზუსტად აღდგენაც შესაძლებელია. ერთ-ერთ სარკმელთან შემორჩენილი არის ძველი ჩუქურთმა, რომელიც მეცნიერებს მისცემს იმის საშუალებას რესტავრატორებს, რომ ყველა სარკმელი ზუსტად ისე აღადგინონ, როგორც ეს თავის დროზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის ეს გაუადვილებს და დაეხმარებათ მათ, რომ პირვანდელი სახე აღუდგეს ყველა 12-ვე სარკმელს. სამუშაოების ჩატარების დროს რესტავრატორებმა საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს. რესტავრატორებმა სამუშაოების ჩატარების დროს აღმოაჩინეს აქ ქვევრის ნაწილები. ზოგი ნაწილი აქედან გაგზავნილი არის უკვე თბილისში შესასწავლად და უკვე ექსპერტები დაადგენენ მის ზუსტ ასაკს. გარდა ამისა აღმოჩენილია ძველი სამარხიც. ეს ადგილი არის სამარხი, სადაც სავარაუდოდ წმინდა მამების საძვალე იყო. აღმოაჩინეს შემთხვევით ეკლესიამ რო დაიწყო ნგრევა და ქვები ჩამოცვიდა, იმ ჩამოვარდნილმა ქვებმა ჩაანგრია აქაურობა და აღმოჩნდა, რომ აქ ყოფილა სამარხი. სკურის ფერის ცვალების უნიკალური ეკლესიის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მე-12 საუკუნის ძეგლი არის, როგორც ხედავთ, ძალიან რთულ მდგომარეობაში არის, თუმცა პროექტი მთლიანად დასრულებულია და სამუშაოებიც არის დაწყებული. ეს სამუშაოები ეტაპიანია, მომავალ წელს პრაქტიკულად სამშენებლო ნაწილი დამთავრდება და გადაიხურება და ძალიან დიდი პროგრამა აქვს შემუშავებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რომელიც მთლიანად სამეგრელოს რეგიონს მოიცავს და ეტაპობრივად ყველა ეს ძეგლი, რომელიც ამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული, ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის, ეს ძეგლი ყველა იქნება აღდგენილი და რეაბილიტირებული. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ძეგლების აღდგენა, რეაბილიტაცია და პოპულარიზაცია სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ტაძრის რესტავრაციის შემდეგ აქ წირვა-ლოცვა აღდგება და ბერები კვლავ დაბრუნდებიან. ეკლესიამ დროს გაუძლო. მას სავარაუდოდ უამრავი ომი და გაჭირვება აქვს ნანახი. სულ ცოტა ხანში ეკლესიას პირვანდელი სახე დაუბრუნდება და კიდევ მრავალი საუკუნე იდგება აქ.